მოგესალმებით. მორიგი გახილა, მეც დავბრუნდი საქართველოს და გიორგი მარტო აღარ არის. და ტრადიციულად გიორგი ნადარაია და გიორგი ჩარკავა მიმოიხილოთ სხვადასხვა სასმელს და თქვენ დისტილერიას უყურებთ, სადაც დღეს აღმოვაჩინეთ, რომ არ გამგვიხილავს ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი ვისკი და მაღაზიაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი ეტრადორ კალედონია. ხო, ესეთ წმინდა შოტლანდიური გარეგნობის ვისკი, რომელიც სარდება ეტრადორში, დისტილერია ეტრადორში, რომელიც ეძღვნება კალედონია ძველი სახელი არის შოტლანდიის. თუმცა კალედონიას როგორც შოტლანდიას ისე არ ეძღვნება, უფრო მეტად ეძღვნება სიმღერას, რომელიც არის დუგი მაკლენის მიერ ჩაწერილი, რომელიც ეს სიმღერა უკვე უშუალოდ ეძღვებოდა შოტლანდიას. სიმღერის სახელიც არის კალედონია და სიმღერის ლიnkსაც დავტოვოთ კომენტარში. თვითონ მომღერალი პერჩაირიდან არის, სადაც დისტილერია მდებარეობს და ამიტომ მოკლედ ეს ყველაფერი ესე შეიკრა. თვითონ ვისკიც რა თქმა უნდა ძალიან კარგი არის. მოდი მე ჩამოვასხამ და დავიწყოთ გახილვა. კი ბატონო. როგორც უკვე ბევრჯერ ვახსენეთ, ეტრადორი არ გებავს და თავისით არ გადის ფილტრაციას. ეს მომენტი არის 12-წლიანი დაძველების 46 გრადუსი, საიდანაც თავისი დავისკების პირველი 6-7 წელი გაატარა ბურბონის კასში, უმაღლეს ხარისხის ბურბონის კასში და შემდეგ უკვე დაფინიშდა დააჩერა მინიმუმ 5 წელი, შეიძლება უკვე მეტი რა თქმა უნდა. ოლოროსო შერის კასებში. კი ბატონო. არის გაუფილტრავი ნატრალური ფერი როგორც ვთქვი. ამის ძალიან შერის კასშიც აშკარად ძალიან იმუშავა და კარგი შერის კასებში არის აშკარად დაწოლებული, იმიტომ რომ ბოლო დაფინიშება ფერი მისცა ისეც, როგორც 12 წლიან სულად შერის კასებს აქვს ხოლმე. იმედად. ბევრს არ აქვს ხოლმე ძალიან მუქი არის და ერთ ჩვენ მეგობარს, ვისაც ეტრადორი ძალიან უყვარს, მას აქ ნახომი, რომ კალედონია პირველს უარი ვითარიო, არ გავიწყდება არასდროს. ახოთ. მოკლედ აქ ბურბონის კასრი ალბათ ჩაკარგული არის საერთოდ შერის არომატები არის, აი ოდნავ შეიძლება სადმე ციტრუსები ან რაღაცა მსგავსი იგრძნოთ, მაგრამ ძირითადად არის ძალიან შერის არომატები, კლასიკურ კარგ შერის სახასიათებს. ანუ ისეთი ვისკია, რომ შეიძლება მოგატყოს, თუ არ იცი რომ მანამდე ბურბონის კასში ძველდებოდა, აბსოლუტურად დაიჯერებ, რომ სულად 12 წელი შერის კასშია გატარებული. იმდენად შერის არომატები არის. ეს ინფორმაცია თან არც ხუთზე და არც ბოთლზე არ აწერია, რომ და თან მაცავი საიტზე უნდა ნახო ეს ინფორმაცია. იქნა გამომდინარე, მე თავიდან მეგონა რომ თავდამოკლე შერი იყო. პირველ დრო გავხსენე. არის საკმაოდ ზეთოვანი. ცხვირზე ნუ სუყედა რაც ოლოროსოს შერის კასა ახასიათებს. ეს შოკოლადის და ჩირეული ასეთი ცოტა ლეღვისკენ მიმავალი არომატები. თუმცა აი უნდა ციტრუსული რაღაც აი პორტოხალივით მსგავსი ტიპის არომატი. აი კარამელიზირებული პორტოხალი ან რაღაც მსგავსი ტიპის. საკმაოდ კარგი ნოყიერი ცხვირი აქვს. გემოზეც რა თქმა უნდა დაახლოებით ესეც ველოდებით. თქვა ეს პორტოხალის არომატი და ციტრუსი იმდენად ყრუდა არის, რომ თუ ვინმე არ გითხრა, ან ძალიან ნაოდიშები ცხვირი არ აქვს. შენ ნაოდიშები. ანუ აი შოკოლადი პორტოხლით რო არის ხოლმე შოკოლადი, რაღაც დაახლოებით ეგეთი არომატი გამახსენდა, რაც ძალიან კარგია. მე მიყვარს შოკოლადი პორტოხალთან ერთად. მოდი გავსინჯოთ. გამპეტია. ცხვირზე რაც იგრძნობა, აქ მაგათ პოინტესივად იგრძნობა. მეჩი და თან ეს ეთონება იმდენად ეხება პირის ყველა კუთხეს, რომ ძალიან კარგი ვისკია. ალკოჰოლი 46 იმდენად კარგი არის, რომ ესე აი ბალანსიც კარგად არის დაჭერილი და საკმაოდ დიდხანს მიყვება. ეხლა გემოები after taste-იც საკმაოდ ხანძლივი აქვს. გემოები რო ჩამოთვალო. არ ვიცი ხა რატომღაც დავიჭერე ეს მომენტი და ისე იგივე შოკოლადი და პორტოხლის რაღაც კომბინაციას ვგრძნობ. ბოლოშიც განსაკუთრებით, სადღაც მუშისკენას მიდის, მოხალული მუშისკენ. შოკოლადი კარგად იგრძნობა, ეს ჯერემის არომატებიც კარგად არის, ლეღვი განსაკუთრებით, დაშაქრული, კარგი დაშაქრული ლეღვი. კარგი ჩირეული, კარგი
კარგი ჩირეული. აი ლეგვის ტყლაპი ან ქლიავის ტყლაპი. მოკლედ კარგი წარმომადგენელი არის ედრადორის ვისკების, იმიტომ რომ ედრადორი ზოგადად ბევრი ამბობს ხოლმე ამას და ეხლა რამდენჯერმე მოგვისმენია ჩვენი მეგობრებისგან, რომ ცუდი ედრადორი არ შეგვხვედრია, მართლა არ არსებობს. არსებობს კარგი და უკეთესი. შეიძლება ერთი გავდეს მეორეს, მაგრამ ცუდი მართლაც ასეთი კარგი და ამორჩეული ვისკია. სასიამოვნო გემო, არომატი, aftertaste-იც. ალბათ 12 წლიანებში ესეთი ვისაც შერის კასრი უყვარს და შერის კასრის ვისკებს სვავს, ალბათ ერთ-ერთი ისეთი ვისკია, თუ არ გაგისინჯოთ, რომ უნდა გასინჯოთ აუცილებლად და თუ გასინჯული გაქვთ, ალბათ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს ძალიან მოგწონთ. ხო, ანუ მე რაც გამისინჯავს 12 წლიან და მით უმეტეს შერის ვისკებში, მგონია რომ ერთ-ერთი ტოპ ვისკი არის. მით უმეტეს, როდესაც აი გინდა ვისკზე და ნებისმიერ პროდუქციაზე ვსალაპარაკობ, თუ საუბარი მიდის რეალურად ხარისხი, ფასი რამდენად შეესაბამება ერთმანეთს, ხო? თუნდაც მაქინიდან გამომდინარე, ჩემთვის რავი, ტოპ 3-ში მინიმუმ შედის. რავი, თქვენს ვისაც კალედონია დაგილევიათ, ან რამე სხვა შერის იგივე ასაკის ვისკი დაგიემონებიათ და მოგწონთ, აი დისკუსიის კუთხით იმას როგორ თუ ექნება, რომ გამართოთ რომელში არ მოგწონს, არ მოგწონს და ასე შემდეგ. საინტერესო არის ყოველთვის კავშირის მოსმენა. კომენტარებში აუცილებლად ელოდებით, შეგვიფასეთ თქვენ თვითონაც, ვისაც გაგისინჯავთ, დარწმუნებული ვარ, რომ გექნებათ ახლა თქვენი მოსაზრებები და გავშალოთ ეს დისკუსია, ძალიან კარგი. სიტუანი არის და იმ ხელავთ ისე, რომ კიდე პატარ-პატარა აფეთქებები ნელ-ნელა ქვიდან ამოდის. რავთ. აი რა უნდა დავამატო ამის ნახვა, ვიცი, ერთადერთი იმენად სუყი არის, რომ რაც ეს თავში მოჩება, რომ ორჭიქას ალბათ სამჭიქას დალევ და მეც ფიზიკურად ვეღადალევ. არც მე ცოტა მეცაც დავლებდი. ხო, ვიზუალიც განსაკუთრებული აქვს, ძალიან ლამაზია, მომხიბვლელი არის მართლა შოტლანდიის დროშერულად. ჩვენ საქართველოს ამათ მიბაძეთ, ესე იგი, როდესაც ამას ვაკეთებდით და ესეთი კარგი წვილი გამოდის, როცა გვერდი დგას. და ამის მერე ისიც კარგი გაგრძელება გამოდის. როგორც ისეთი არის, რომ მე ამ ვისკით აი ყოველთვის კმაყოფილი ვარ, აი არ ყოფილა შემთხვევა, რომ აი უკმაყოფილო ვიყო რა, ყოველთვის რაც საჭიროა რომ ვისკი მოგცეს კარგი ოლოროსო შერის კასმა, ყველაფერი აქვს ეტრადორს კალედონიას. და ყველა ამინს, ყველა ხასიათს უხდება იგივე. კი. და რა ვიცი, თუ უნდა გაინტერესებთ, მე კომენტარში, ანუ აღწერაში დავლინკავთ ამ სიმღერასაც, ოდნავ მელანქოლიური არის, მონატრებაზე არის შოტლანდიის, მოусმინეთ, საინტერესო სიმღერა არის მოკლედ კალედონიას შესახებ. კლასიკური როკ-ბალადა. კი ბატონო. დაგეშუდაობებით, თქვენი შეფასებები რომ დაგვიწერთ კომენტარებში და რა განვიხილოთ შემდეგი, გითხარით. ნებისმიერ სასწაულს, რომ ისი მოპოვებაც საქართველოს შესაძლებელი არის, განვიხილოთ. დროებით. აბა დროებით.